ვიდეოში შევადარებთ იაპ და ძვირ პროდუქტებს. წარმოდგენილნი არიან Pringles-ი, Toblerone, Ferrero, Raffaello, Nutella, Milka და ასე შემდეგ. ეს ვიდეო წესით უნდა დამედო 60,000 გამომწერზე, მაგრამ guess what? ჩვენ უკვე 70,000-ზე ვართ. ამ ყველაფერში დავხარჯეთ დაახლოებით 300 ლარი. მე ხო გითხარით რომ დაპირებებს ვასრულებ. როდის არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად ვასრულებ. აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო თუ მოგეწონათ. მეც აუცილებლად გამომიწერეთ, არ დაგიზაროთ. თორე დაგადგებით სახლში Toblerone-ი ხელში და იმას გაჭმევთ. მე დიაბეტი. გინდათ? არა ხო? ცოტი. რითი დავიწყოთ მეკამრება. რა, რითი? თქვენც ძალიან გიჭყავით თვალში ეს Raffaello-ები? ოკეი, დავიწყოთ მაგით. რადგანაც ერთნაირი შემფუთვით არის Raffaello და ეს კონფესტატის შოკოლადი, გადავწყვეტე რომ ეს ორი შევადარო ერთმანეთს. ოღონდ ეს ღირს 5.95, Raffaello ღირს 23 ლარი. ხო და ნახოთ რომელი აჯობებს. იაფი თუ ძვირი? ყველა ვიცით Raffaello როგორიც არის, ამიტომ დავიწყებ ძვირით. არა მოდის. ძალიან ჯვალო. 23 ლარი გადავიხადეთ ერთ მუჭო Raffaello-ში. აბა, არაფერს თქვენი სიტყვების ნაცვლად ან გემრიელად ვიწყებთ. ძალიან მიყვარს Raffaello. პატიანათი. რა გავაკეთე ჩვენ ბრალია? და ახლა გავსინჯოთ კონფესტას. არც თუ ისე იაფი მე თუ მკითხავთ 6 ლარი ღირს. შეგინდა თლად Raffaello-სავით არ არის შეფუთული. ესეთია. ქოქოსების ცვივა. აი, ესე გამოიყურება გეთაყვა. გემრიელია. ოღონდ არ აქვს ის ხილი, Raffaello-ს რაც აქვს და Raffaello-ს რაც ძენს მთელ პეწს. ჩემი აზრით, ერთი ორ ქულას ეგამატებს. Raffaello უფრო კრემოვანია და ეს უფრო გამხმარი. ამიტომ ამას დავუწერდი 7 ქულას. ამ შემთხვევაში გაიმარჯვა Raffaello. მოდი გადავიდეთ მარილიანებზე, იმიტომ ძალიან ტყუილები ვჭამე. გავსინჯოთ ჩიფსები. ოღონდ simintis ჩიფსები. ჯოკერი, რომელიც ღირდა 4.99 ფასტაკლებით და Pringles-ი, რომელიც ღირდა 12 ლარი. დავიწყოთ Pringles-ით, იმიტომ რომ ყველა ვიცით როგორიც არის. ძალიან ძლიერი გემო აქვს. ხო, მე Pringles-ი ეგრე ძალიან არ მიყვარს. და მით უმეტეს ისე არ მიყვარს, 3 ლარი გადავიხადო და 12. რა დავუწერო? Pringles-ის ეს კონკრეტული გემო ეხა ძალიან მაგრადაც არ მომწონს, ამიტომ მე დავუწერდი. კარგია რა, 8 ქულას დავუწერდი. ფასი ახლა შევადაროთ 5 ლარიანი. ჩვენი 5 ლარიანი ჩიფსიც ანალოგიურად გამოიყურება. ეს არის უფრო ხრაშუნა და უფრო ცხარე. ძალიან კაია. მართლა კარგია. იცი რა? ხრაშუნაც არის, გემრიელიც არის და ნორმალური ფასიც აქვს. ამას დავუწერდი 8 ქულას. Pringles-სა და ჯაკერს შორის იმის მიუხედავად რომ დაიწერა ერთი და იგივე ქულა, საბოლოოდ მაინც ჯაკერმა გაიმარჯვა, იმიტომ რომ არის უფრო იაფი. გახუხულ პურებზე გადავიდეთ. ორივე გასინჯული მაქვს, თუმცა აი ეს ღირდა 99 თეთრი ხრუსტიმის, ეს ღირდა 5 და 95. ხო და მოდი შევადაროთ. ეს არის ყველის გემოთი, ეს არის არაჟნი და ხახვი. არაჟნი და ხახვი ყველაზე მეტად მიყვარს გემოებში. ასე რომ ცოტა მიკერძოებული ვარ. დავიწყოთ ძვირით. რატომ ძვირით? იმიტომ რომ შეგვიძლია გვაქვს. რამახინჯურად გავიწერე. ცეცი გამოიყოლება. კაი გახუღული პურია რა. ნორმ. ჩემი აზრით გემო ცოტა აკლია ამას. არ ვიცი. ტუნელები არ აქვს მოყრილი საკმარისად. ჩვენს ბრუსკეტას არაჟნის გემოთი დავუწეროთ. არა აღფრთოვანებული. არ მომეწონა დიდად რა. 6 ქულა. არ გამისტორდა. არ ველოდი, მე მეგონა ეს უფრო მომეწონებოდა. ეხლა გავსინჯოთ ხრუსტიმის 90 კაპიკიანი ხრაშა ხრუშობები. აი მე ეს ძალიან პატარა. ნაგით ლაპატიცინა, ჩემი ერთი ფჭილი დალია. ამას ვაფშე შავი პური აქვს. და არც ამას არ აქვს გემო. ვახ, არც ეცე არ უქნია ღმერთს. ძალიან პატარა. არ მომეწონა. ამას ვიწერ 5 ქულას. ხამელ პურებში, ატოლოჯამში გაიმარჯვა ბრუსკეტმა, ანუ ძვირმა, მაგრამ არც იმდენად რომ აუ, აპლოდისმენტები შევხვდეთ. ცოტა სამარცხვინო გამარჯვება იყო, გასაგებია. ცოტა მომწყურდა ამასობაში. აი ესეთი დაბალანსებული დაგემოვნება ჩვენ არ გქონია ისტორიაში. მარილიანი, რაშუნა, შოკოლადი, წვენი, ყალი, გამაგრილებელი, ყველაფერი გვაქვს. ახლა გადავიდეთ წვენებზე. წვენების კატეგორიაში ერთმანეთს ერკინებიან. აი ეს ერთი ბოცა წვენი ატმის და ეს მოკრდალებული პორტოყალის წვენი. ეს ღირდა 1 ლარი, ეს ღირდა 8 ლარი. მაგრამ ეს არის ცოტა, ეს არის ბევრი, ამიტომ ხო ხვდებით. მაგრამ ეგრე ძალიან ნუჩავეძიებით. უბრალოდ ეს ძვირი იყო. ამჯერად დავიწყოთ იაფით. იაფა წვენი უკას მოყვება დავიცი. საჭრუპი, საჭრუპი. ძალიან მიყვარს თვითმყოფადი პროდუქტი. ხო უნდა შემენჯღრია. ანუ ვეშაპეღაში მეჯღრებ ცოტა დავისვენდი. ოკეი.
ასე მგონია რომ დავაწიყვილსო. პლასმას რო პორტოხალი დააწურო და დალიო, აი ეგეთი გემო ზუსტად. მაგრამ ძალიან საზღვრება არ არის. ამიტომ დავუწერდი 5 ქულას. ჩამოვისხათ. ეს მე მგონი 10 სულიანი ოჯახისთვის არის. გავხსენე. როგორც ლოიერი ხარ, ანუ ლაიქ ამიდე. მაგრამ იცი რა არის? პორტოხალი და პორტოხალსა და ატამს შორის მე ატამი უფრო მიყვარს. ამიტომ შეიძლება მივკერძოვდე. კაი სუნი აქვს ძალიან. ნაკლები პლასმასის გემო აქვს, მაგრამ არის ძალიან ტკბილი. ამას უფრო სიამოვნებით დავლოდი, ოღონდ მხოლოდ ატმის ხარჯზე და არა თვითონ წვენის ხარჯზე. უფრო წელში გამართული 5 ქულა დაუწერო? უკეთესი 5 ქულა. არ ვიცი. უკეთესი ფონტით დაწერილი 5 ქულა, აი ამას. საბოლოო ჯამში იმის მიუხედავად, რომ ორივე 5 ქულის არის, მაინც ამის 5 ქულა ჯობია. აი, უბრალოდ თქვით, ვის ქონია ესეთი იდეალური შეფასება. აბა გაიხსენეთ. არა ვის. ჩემზე ობიექტური არავინ არ დაიარება ამ სამყაროში. რაღაც თკბილ სიტყვის პირი. მანამდე ეს ვიდეო დაალაიქე და მე გამომიწერე. დღო 80,000 გამომწერზე ავიდეთ. არ ვიცი, არაფერი მიზანი არ მაქვს ცხოვრებაში. გარდა გამომწერების რაოდენობისა და იქ მაინც ამისრულეთ. გადავიდეთ ნუთელაზე. მარჯვენა მხარეს ჩვენ გვყავს 20 ლარიანი ნუთელა. მარცხენა მხარეს მისი არც თუ ისე ღირსეული ოპონენტი. აი ეს შოკოლადის კრემი, რომელსაც არაფერი არ აწერია. უბრალოდ შოკოლადის კრემია. უფრო სწორედ ყავისფერია და მე უნდა ვივარაუდო, რომ შოკოლადის კრემია. ეს ღირდა 20 ლარი და 90 კაპიკი. დავიწყოთ ნუთელადან. თუ მოკვდები, ჯობია რომ გემრიელად ნაჭამი მაინც მოკვდე. არც ერთ სხვა შოკოლადის პრეც არ ვჭამ ხოლმე ამის გარდა. ჩემთვის ეს არის 10-დან 10. რამდენიმე სხვა ბრენდი მაქვს ნაჭამი, არც ერთი ამას არ ჯოვდა. ეს უფრო თხევადია. ტექსტურაც უფრო ხორკლიანი რაღაც ისეთი. აი, ერთი ტონა შაქარი აქვს. ნუთელაში ის მიყვარს, რომ თხილის გემო აქვს და თან საკმაოდ ბუნებრივი თხილის გემო აქვს რა. ამას არაფრის გემო არ აქვს, უბრალოდ შოკოლადის სპრედია. ამას საერთოდ ვერ შევჭამდი, ამიტომ დავუწერდი 2 ქულას. ამიტომ ამ ორი პროდუქტიდან გამარჯვებულია ცალსახად ძვირი პროდუქტი ნუთელა. ესეთი ძლიერი გამარჯვება ჯერ არ გქონია. რუბრიკაში იაფი versus ძვირი. ამ ორი ფალავანიდან M&M's ღირდა ლარი და 69 კაპიკი. Pick and Choc ღირდა 9.95. ყვითელი M&M's იმიტომ მიყვარს, რომ შიგნით აქვს თხილი. გამიყვარს. ამის ცოტა გაუმჯობესება შეიძლება, ამიტომ 9 ქულა გადავიდეთ ძვირი ამ პროდუქტზე. ვაუ. შიგნით ძალიან დიდი ბურთულებია. ნერთი და იგივე ზუსტად. ეს რომ მოგესა და გეთქვა რომ იმდესია, ვაფშე ვერ გავიგებდი რომ არ არის. მაშინ ამასაც 9 და მეგობრებო, პირველი ფრე, გამართული ფრე ჩვენს რუბრიკაში. დავაბრუნო რაღაცების გასინჯვები და დაგემოვნებები ეთერში. კომენტარებში გამიწერეთ რა გადავიღო. ხო იცით რომ ვითვალისწინებ. შეიძლება 2 თვე არ გავითვალისწინო, მაგრამ მესამე თვის გავითვალისწინებ. ჟელიბონები 45 თეთრი, 7 ლარი და 85 თეთრი. მოდი დავიწყოთ ძვირით. აი ეს გამოიყოლება ჟელიბონები. მე ხარიბო ჟელიბონები მომწონს. ამას დავუწერდი 8 ქულას. გემრიელია მართლა. აბა გავსინჯოთ ახლა ბებეტოს იგივე პროდუქტი ფაქტიურად. ძალიან პატარა და თუნიემია. ბევრად უფრო მაგარია. კაი. დიდად არ მომწონს. ძალიან პატარა და გემოს ვერ ვატან. ამას დავუწერდი 5 ქულას. ამ ორ პროდუქტ შორის გაიმარჯვა ძვირიანმა. საკმაოდ დამსახურებულადაც მე თუ მკითხავთ. შემდეგი პროდუქტები, რომლებიც ერთმანეთს შეჯიბრება და ცოტა არათანაბრად, ეს ყველაზე იაფად ვნახე, არის ნუგა და ღირდა 59 თეთრი, ობლერონი ზოგადად ძალიან ძვირიანი შოკოლადია და ღირდა 12 ლარი. დავიწყოთ ძვირიანით. განსაზღვრავს კი ფასი ყოველთვის ხარისხს. ამაზე პასუხს გაგცემთ შემდეგ გადაცემაში. რამდენი უნდა ვეჩალიჩო ახლა ამის გახსნას. მთის ფორმა აქვს. მე მგონი შვეიცარიული შოკოლადია და იქაური მთის ფორმა აქვს. ვერთო ჩემო, რაღაცა ქართული ჭიუხების შოკოლადი გამოვუშვათ. ერთი პატარა მთა ჩამოვტეხე. შიგნით აქვს თაფლი. არ მეყურს ეს თაფლი. კბილებზე მეწეპება ხოლმე. ბიჭო, გემრიელია რა. ისეთიც არა ეხლა 12 ლარი რო ღირდეს. ამას დავუწერდი 8 ქულას. ტოლერონ შეჯიბრება 49 თეთრიანი ბონფეტი, რომელიც არის ნუგა და მე ნუგები მიყვარს. კაი რბილია. თავის თხილებიც აქვს. აი ესე მშვენივრად გამოიყურება. ბიჭო, კაია. ბევრი თხილი აქვს, კბილებზე არ მეწეპება. ამასაც დავუწერდი 8 ქულას. ამ ორ პროდუქტ შორის იქნება აბსოლუტური ფრე, იმიტომ რომ სხვადასხვა ჟანრის პროდუქტებია. გემო აქვს სულ სხვადასხვა. ჩემგან სამართლიანი იქნება, თუ იქნება ფრე. ერთო ანანო რა ობიექტური და სამართლიანი ხარ ღმერთო ჩემო, აუცილებლად გამოგიწერ მაგის გამო.
შემდეგ გადავიდეთ გაზიან სასმელებზე, იმიტომ რომ უკვე მომწყურდა. ხალ მარცხნივ წარმოდგენილია ლარიანი ჯუს კოლა და 8 ლარიანი კოკა-კოლა. ორეოს გემოთი, რომელიც მე Amazon-დან გამოვიწერე და გავიყიდე. ეს ხმა როგორ მიყვარს კი იცით. არ არის ტკბილი და ცოტა ცუდი გემო დაყვება ბოლოსკენ. ამიტომ მე ამ ჯუს კოლას დაუწერდი ხუთულას. და გავსინჯოთ კოკა-კოლა ორეოს გემოთი. არ მოგატყობთ და მე უკვე გასინჯული მაქვს. აი ნამცხრიანი კოკა-კოლის გემო აქვს. ორეოს დაასხით კოკა-კოლა, დააცადეთ 1 საათი და იმაგის გემო აქვს. თუმცა მე ეს არ მომწონს. ამასაც 5 ქულა ჩემგან. ცუდი კოლაბი იყო. დიდი ბოდიშს მოხდით. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ რა გადაწყვეტილების მიღებასაც ვაპირებ. მაგრამ მე უგემურ კოლას უფრო დავლევდი, ვიდრე ნამცხრიან კოკა-კოლას. და გაიმარჯვა იამა. შემდეგ გადავიდეთ შოკოლადების დაგემოვნებაზე. მარცხნივ თქვენ ხედავთ ლარიან შოკოლადის ფილას. შუაში თქვენ ხედავთ ბარამბინოს 2 ლარიან შოკოლადს, ჰერი-ჰერის. მარჯვენა მხარეს ცოტა შელახული მილკა, რომელიც ღირდა 15 ლარი. დავიწყოთ იაფასიანებით. დავიწყოთ შავი შოკოლადით. ვაუ, შავი შოკოლადის სუნია, მართლა ჩემო. გაპატიებთ სულ ყველას, ვისაც შავი შოკოლადი გიყვართ, მაგრამ მე არ მიყვარს, ამიტომ აქ შევაფასებ საერთოდ. სირცხვილ ადამიანი ვარ. შემდეგი გავსინჯოთ ბარამბინოს ლარიან შოკოლადი, რომელიც არასდროს არ გამისინჯოს და ღირდა 2 ლარი. მე მგონი ვაფლი აქვს და ვაფლიანები ძალიან მიყვარს. ვაფლიან კაია. ძალიან კაია. 9 ქულას დაუწერდი, ძალიან გემრიელია. 10 რატო არა? ცუდი ადამიანი ვარ და მაგიტომ. აი ესეც გავსინჯოთ გოძილა შოკოლადი, რომელსაც აქვს ნუში და კარამელი და რა მთელი ამბავი. მე მილკა ძალიან მეყვარს, მაგრამ კარამელი არ მეყვარს. ამიტომ ამას დაუწერდი 7 ქულას. არაფერს არ ვერჩი, უბრალოდ ჩემ გემოვნებაში ვერ ჭდება და თან რაღაცნაირი იაფასიანი კარამელი. აი, კაი მარილიანი სქელი კარამელი კი არ არის. მენა იაფასიანი უაზრო კარამელი, ამიტომ 7 ქულა. ჩემო მილკავ! ჩვენ სამ პრეტენდენტს შორის ეს რო ვერ გაიმარჯვებდა კი იცით? და გაიმარჯვა! ბარამბინომ! 2 ლარიანმა ბარამბინომ მოგოთ 15 ლარიან მილკას. ხედავთ, არ აქვს მნიშვნელობა. საიდან მოდიხარ? თავარია ირწმუნო შენი თავის. გადავიდეთ მალა შეხრაშუნობებზე. მე წარმოდგენა არ მაქვს, რატო არ მოსპონსორებს არც ერთი ჩიფსის კომპანია. მაინც ვსუქდები და არ ჯობია თქვენი პროდუქტის დარეკლამებით გავსუქდე? მარცხენა მხარეს გვყავს ფრიქსი, რომელიც ღირდა ღმერთო უფალო 79 თეთრი. აი, მაგრად ვაფასებ, ფასს რო კარგად იჭერთ რა. მართლა. დიდი რესპექტი ჩემგან და მარჯვენა მხარეს ყავს ლეისი არაჟნის გემოთი, რომელიც ღირდა 7 ლარი და 75 კაპიკი. სავარაუდოდ წინასწარ ვგრძნობ, რომ ეს მოიგებს, მაგრამ მოდი მივცეთ ჩანსი. 79 თეთრიან ფრიქს. ქართული პროდუქტი. აქედან მინდა მოვიკითხო, ვახო ბოლოთაშვილი. ვინ არის ყველაზე ლამაზი ქართველი? იმიტომ რომ ჩემი აზრით ვახო არის ყველაზე ლამაზი ქართველი იუთუბერი ბიჭი და გოგოც. არა სექსიზმის. ფრიქსი ბარბეკიუს გემოთი. შემიძლია, ცოტა დამწვარი გებოთ, მაგრამ მე რა ვაპატიოთ. ცოტა დანახშირებული 7 ქულა, მაგრამ ბოლომდე შევჭამდი დედას უდირებდი. მე რა სამაგიეროდ ხასიათი აქვს კარგი. აუ რა ვქნა, ეს ფორმატ ძალიან მიყვარს. რა გავაკეთო? ძალიან გემრიელია. მინდა მაწვნის სუპის გემო აქვს რა. ეს არის ჩემი საყვარელი ჩიფსის ფორმატს და გემოც, ამიტომ უპირობო ლიდერი 10 ქულით გახდა ლეისი. თუმცა 79 თეთრიანმა ფრიქსმა იბრძოლა მეგობრებო და დასაფასებელია. შემდეგი გადავიდეთ ისევ ტკბილაულის დაგემოვნებაზე და დავიმართოთ დიაბეტი. ამასობაში please ნინიკო გიყურებ, შენ თითებს უყურებ. ეხლა დააჭირი გამოწერას გთხოვ. ვიცი რომ ჩემი გესმის. ვიცი რომ ეხა ფიქრო, გამოვიწერო, არ გამოვიწერო, იმსახურებს გამომიწერე. და დავიმსახურებ. შემდეგი ყავს Ferrero, რომელსაც არასდროს არ ვიყიდვდი ჩემით, იმიტომ ძალიან ძვირია და ამას უნდა შეერკინოს 70 თეთრიანი შოკოლადი versus 21 ლარიანი Ferrero. ჩავიკოკლოზინოთ ყოლი. პირველად ჭამ Ferrero-ს ისე რომ 20 კაცს არ უნდა გავუნაწილო. ესე იგი 10 ცალ Ferrero-ში ვიხდი 21 ლარს. აი ეს 1 ცალი არის 2 ლარი. აი ესე ვიკრობდი ხოლმე ფრჩხილებზე. და ლაიქ ეს ვიდეო შენ ფრჩხილებზე იკრობდი. მე იუთუბერად ვარ გაჩენილი დედას ვიცავარ. პირველი 100 ქულა ჩვენი არხის ისტორიაში. ეს ისეთი შოკოლადი, აი დიდარი ოჯახიშვილი როა, მაგრამ თვითონაც რომ ძალიან ბევრს შრომობს და თან ლამაზი როა და კარგი ხასიათიც რო აქვს და ვერაფერს რო ვერ უწურნებ რა. რა გინდა რო ქნა. შემდეგი 70 თეთრიანი შოკოლადი, რომელსაც ასევე თხილი აქვს. აღარ შემიძლია ძალიან. Excuse me.
კაი ეხა. გემრიელია. თუმცა არ ხარ საკმარისი. 70 თეთრიან შოკოლადს დაუწეროთ 8 ქულა, როცა შენი მეტოქე ფერეროა. იქ უბრალოდ ხელი და ჩაიქნიო. გაიმარჯვა ფერერო. რადგანაც ძალიან დამცა, უნდა გადავიდე ენერგეტიკულ სასმელებზე. არასდროს არ ვსვან ენერგეტიკულ სასმელებს, იმიტომ რომ არ მჭირდება ენერგეტიკული იმისთვის, რომ ენერგიაზე ვიყო ხვდებით. ენერგიაზე ვარ. ოღონდ აი სადღაც საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე. ლარიანი Skyfall და 5 ლარიანი Red Bull-ი. დავიწყოთ Red Bull-ით. პირდაპირ აქედან რო დავლიო, ხო არ მიწყეთ. ხა რო გავფრინდ. პირველად რო დავღი ენერგეტიკული, ვაფშე ვერ დაუმუღამე გემოს რა. მეთქი ამას რატო სვამს ხალხი? ეხლა ვერ გაგცემთ მაგაზე პასუხს. ამებს ერთმანეთთან მიმართებაში დაუწერ ქულებს. იმიტომ რომ ზოგად ქულას ვერ უწერ, არა ვარ გათვითცნობიერებული. ენერგეტიკულ სასმელებზე. ვაუ, ანანო, გამოგიწერ, როგორი ობიექტური ხარ, ღმერთო ჩემო. ლარიანი Skyfall. თავიდან გემრიელია, ენაზე მადევს შაქარი. ძალიან ტკბილია, ძალიან ტკბილია. ქულების დაწერის გარეშე აუცილებლად გაიმარჯვა Red Bull-მა. და ბოლოს, რაც ძალიან მაინტერესებს, კვერცხების შეფასებაა. ჩვენ ამ ვიდეოში შევადარებთ 4 ლარიან ქათმის კვერცხს და 8 ლარიან ბუს კვერცხს, რომელი აჯობებს. დავიწყოთ ბუს კვერცხებით, რომლის ტრენდსაც მე ძალიან ჩამოვჭი. და არც ერთხელ არ გამიხსნია და ძალიან მაინტერესებს. 8.50 თეთრი ღირდა ბუს კვერცხი და 3.55 ღირდა შოკოლადის კვერცხი. დავიწყოთ ზვირიანი. ჩვენ ხო ძალიან მდიდრები ვართ. ეს ბავშვებმა უნდა გახსნათ. აი, Apple Watch-ი მოვიგე, ხო არ გადავ, რა არის? 8 ლარად მეგობრებო, ჩვენ გვაქვს საათი. რომელი საათი არ ვიცი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს 8 ლარიან იმაში, რომ საათს მოიგებ, გავიკეთოთ. აუ, რა ძერს გია ჩემი და. აი, კაციშვილი ვერ მიხვდებოდა, რომ ეს მაგ ბუს კვერცხებში მოგებული. ისე დავიჭერ თავს, გეგონება 500 ლარი გადავიხატ და ბოლო მოდელი. ხო, ვერავინ ვერ მიხვდება აი. შემდეგი რა მოგვივიდა ბუს კვერცხებში? ლავლავი, რაღაცა შოკოლადე, კანფეტკები. გემრიელი ძორი. მამა მივიდა ზარმაცა, შობგერა ზ. ალბათ უნდა მივაკრეთ. აი ესეთი იდეა მაქვს, რომ აბსოლუტურად ყველა კვერცხი და კოშკი და სათამაშოს 5 გავხსნა და რას ფიქრობთ? აი, ეხა შოკოლადის კვერცხი გავხსნათ, ამიტომ 45 ტრიანი. ო, დარწმუნებული ვარ, ვინც ეხა მშობელი მეყურებთ, ალბათ როგორ ყელში გაქვთ ამოსული აი რაღაცების ყიდვა. აუ, კვერცხი იცინის. მოდი ჩავახალოთ ეხა ტაფაში ეს კვერცხი. ო, ძალიან მშნადი შოკოლადია. არ წუდი. პლასმასის პილო. ბავშვობაში ვაგროვებდი ხოლმე ესეც. ამ ორ კვერცხს შორის მოიგო, რა თქმა უნდა, ბუს კვერცხებმა. და ბოლოს შევადარებთ კოშკს, პირამიდას და toy box-ს. კოშკი ღირდა 16 ლარი და 95 თეთრი, პირამიდა ღირდა 3 ლარი და 15 თეთრი, toy box-ი ღირდა 2 ლარი და 35 თეთრი. ეს არის გოგოსი, ეს არის ბიჭის, ეს არის ბიჭის. იაფით დავიწყოთ. მოდი დავიწყოთ toy box-ით. 2 ლარად რა ამოგივათ toy box-ში. აუ, ღმერთო, ეს კევია, ჩემ ბავშვობაშიც ესეთი ამოდიოდა, ღმერთო, არაფერი არ შეცვლილა. მოგვიკევია. ოღონდ მაგარი მიწურება რა. გადაო, ფლომასტერი ამოვიდა. ეს აუ, არ წერს ვაფშე რა მაგარია. გამოიწერეთ ჩემი არხი. ფოტოში. აი ამაზე უარია, იმიტომ რომ აბსოლუტური სისულელია კევის და ფლომასტერის და არაფრად არ ვარ გამ. აუ რა ძალიან მიხარი, არასდროს ესენი გახსნელები არ მაქვს და მაგრად მისწორდება. პირამიდა უფრო დიდი არ უნდა იყოს ვიდრე კოშკი. ოპა. ბუშტი ღმერთო, ზუსტად ბუშტები მაკლდა სახლში. იგივე კანფეტები ამოგვივიდა, რაც ბუს კვერცხებში. და ამოგვივიდა რაღაცნაირი მახინჯი რობოტი, რომელიც ძალიან მეწოდება რომ ვუყურებ და ცოტა გადაკუზულია და აბა გავასწოროთ წელი. ო, წელში სწორდება, ყოჭო. ვიყიდი ამას ჩემი შვილისთვის? ყველაფერს ვიყიდი, რასაც ჩემი შვილი თხოვდა. Bitcoins. 17 ლარიან კოშკს გადავიდეთ. დავშალოთ. აუ, რამდენი რაღაცდეს. ესენი ბიჭების იყო და მაგით არ გამისწორდა. ეხა გოგოებისაც ხსნი, მაინც ესეც ის არის მაგნიტი. რამდენი ესეთი კანფეტი უნდა ამოვიღო, ღმერთო ჩემო. და ბარბის გულის ფორმის ჭანტა. ჩემი კაი, მაგრა გავიზმანე, მოიცადე. აუ, რა ლამაზია. Oh my god. გოგოება. ესე დაგემშვიდობები. ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და მიკომენტარეთ. კვერცხის ემოჯი. Bye.